მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი დავით ხოხალაშვილი, ბატონი დათო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ დავით, რამდენიმე დღის წინ, რაღაც პერიოდის წინ დადგა რუსეთში შემდეგი საკითხის განხილვა. და თემა ეხება Telegram-ს, სოციალურ ქსელს. ნებათახელვა იყო ბევრი ჩემს მსგავსად, მე არ მოვიხმარ Telegram-ს, მაგრამ ისე უმნიშვნელო ძირითადი ჩემი პლატფორმა YouTube-ია. და ბევრმა ისეთმა ანალიტიკოსმა, რომელიც Telegram-ზე თავის აქტივობას წევს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში სხვა საერთაშორისო პლატფორმები არის შეზღუდული, ზოგი გაუქმებული, ზოგი განგაშის ზარი შემოხდეს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აი მაგალითად სერგეი მირონოვი, რომელიც თქვენ კარგად იცით, გოსდუმაში არის სპრავედლივая Россия's ლიდერი, არაერთ საპასუხისმგებლო პოსტზე და თანამდებობაზე მუშაობდა წარსულში, ის საერთოდ გამოვიდა და ესეთი ფრაზა თქვა, რომ როგორ ბედავთ დააბრუნეთ Telegram-ი, ჩვენ ბიჭებს რა იშველებათ ფრონტის ხაზზე. და უცნაური რამ შეიქმნა. ესე იგი, მე ვატყობ ლაიტმოტივად გაზდებს ამ თემას ის რომ სოციალური ქსელები არის შეზღუდული, თუმცა მეორე მხრივ სახელმწიფოსიც მესმის, რომ ფაქტობრივად Telegram-ი გახდა შეღწევადობის საშუალება. და როგორც თურმე ირკვევა, აი ეს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე Telegram-ს ხმარობენ როგორც მესენჯერს. ეს არის წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. და საქართველოსთან მინდა ახლა ეს ყველაფერი დავაკავშირო. საერთოდ ჩვენი რო არაფერი გვაგვაჩნია, გამომდინარე იმისა, რომ წირი ქვეყანა ვართ, ბიუჯეტი არ გვაქვს და ასე შემდეგ, ჩვენი ქსელები, რითიც ხელმძღვანელი პირები ერთმანეთში, ესე თქვა, ჩათაობენ, ან მიმოწერა ხდება იგივე Gmail-ი, Google-ის პლატფორმა რო არის და Google-ი ვიცით რა არის და ვისია. საერთოდ აქ უკვე დაცულობაზეც აღარ არის ლაპარაკი. და აი ამ პრობლემას რო შევეხოთ, ჯერ Telegram-ის მომენტს თქვენ როგორ უყურებთ და მე ჩვენ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ეს საფიქრალია უკვე რა, იმიტომ რომ მე ამას ესე კრიტიკულად არ უყურებდი, მაგრამ აი რაც რუსეთში მოხდა Telegram-თან დაკავშირებით, ეს მართლა დასაფიქრებელია და თან სასწრაფოდ გადასაწყვეტ. პირველ რიგში, ზოგადად მე მგონი აღნიშნე თქვენთან კიდევაც რომ სალექციო კურსს ვკითხულობ უნივერსიტეტებში და ზოგადად ყოველთვის ამ მიმართულებაზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ და ვაფრთხილებ სტუდენტებს რომ ზოგადად ყველა ის ტექნიკური საშუალება რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან არასოდეს არ უნდა წარმოიდგინონ რომ ეს არის უსაფრთხო საშუალება იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად ყველა ეს ტექნიკური საშუალება და ზოგადად ინტერნეტი შექმნილია ინფორმაციული ვაკუუმის შემთხვევაში კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. ესე იგი, ეს არის სადაზვერო ხასიათის ქმედებებისთვის ძალიან სასარგებლო რამ, რასაც იყენებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ფლობენ კიდევაც სჯომას ამ მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც მირონოვმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ხდება ის და როგორ ნახეთ აკვირდით მე ხა ვიცი მეტნაკლებად ვიცი მირონოვის გამოცდილება, მაგრამ ამ დონის გამოცდილების მქონე ადამიანი ესეთი ტიპის ან შეცდომას უშვებს, ან მიზანმიმართულად გარკვეულ მესიჯს აგზავნის საზოგადოებისაგან. ნახეთ, ზოგადად ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ 2008 წელი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი შეერაღებული ძალებით ჩვენ და სამწუხაროდ სოციალურ ქსელებს და ამ ტექნიკურ საშუალებას ძალიან აქტიურად იყენებდნენ და ალბათობის მაღალი ხარისხით არის ესეთი პრეცედენტები, როდესაც პრაქტიკულად რადიოკონდაზორის და რადიოდაზვერვის მიერ გამონლილი იქნა კონკრეტული დისლოკაციები და იქ სვერპლიც იყო და დაშავებებიც. ამიტომ ზოგადად ეს არის გაუთვითცნობიერება პირველ რიგში და ეს არის ყველაფერი იმის მიზეზი, რომ ზოგადად სასწავლო პროგრამები მოიკოჭლებს არა მარტო ჩვენთან, ალბათ რუსეთის ფედერაციაშიც და გითხრათ სიმართლე კი გასაკვირია, რომ დღეს წამოვიდა ეს პრობლემა და ზოგადად ეს პრობლემა მოგვარებული არის. უფრო მეტიც არსებობს ზოგადად საომარი მოქმედებების დროს, როდესაც გარკვეული დაშიფრული ინფორმაცია უნდა წავიდეს, მაგრამ ყველა
ესეთი ტიპის გადამცემ საშუალებას გააჩნია თავისი კოდი და დღეს თანამედროვე ეტაპზე თქვათ კოსმოსური დაზვერვის მეშვეობით შესაძლებელია ყველა ტიპის ინფორმაციის მოპოვება და გაშიფრვა. ამიტომ ესეთი ტიპის მოწყობილობებიც კი განსაკუთრებული სიფრთხილით და დაშიფრული ინფორმაციის გადაცემით უნდა გამოიყენო და თუ ხარ რომ 2008 წელს ესეც გამოიყენებოდა ჩვეულებრივად როგორც ჩვეულებრივი საკომუნიკაციო საშუალება. ახლა იმაზე არაფერს არ ვამბობ, საიდან იყო ნაყიდი, როგორ იყო და ვის ინტერესებს ემსახურებოდა. ახლა რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას გარკვეული სივრცეები შეზღუდული აქვს და სრულებითაც არ მიკვის, რომ ის ამ სივრცეებს უდავს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ საზღვაო პროპაგანდისათვის ესეთი ტიპის არხები გამოიყენება ძალიან ხელსაყრელ საშუალებად, ისეთი მასშტაბური შეტევების ორგანიზება არის შესაძლებელი, ძალიან მარტივად შეუძლიათ როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა, დემორალიზაციის გამოწვევა და ეს შემდეგ და რაც რა თქმა უნდა საომარ მოქმედებაში ყოფი ქვეყნისათვის არის პრაქტიკულად წამგებიანი და შეიძლება ამას დადებითი შედეგი ჰქონდეს. ალბათ მაღალი ხარისხით ფიქსირებულია გარკვეული წვდომა ჩვენგან სამწუხაროდ ჩვენ ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხი რუსეთის ფედერაციას აქვს სათანადო წვდომა, ესე იგი ინფორმაციული ნაკადი სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ აღნიშნულ არხზე ხორციელდება გარკვეული ტიპის შეღწევადობა და სრულებით არ არის ეს გასაკვირი და შესაბამისად ყველა ტიპის ინფორმაცია, რომლის გაცვლაც კი ხდება, არის წვდომადი, თქვათ, ისეთ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც სრულად არიან განწყობილი რუსეთის ფედერაციასთან და მოქმედებენ მისი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად. ახლა მე მაინც მარტივად მინდა რომ გავშალო ეს თემა, ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებით და მე როდესაც საქართველოზე გავაკეთებთ ანალიზს, ეს იქნება გარკვეულწილად სიღრმისეული და ისე ზოგადი ანალიზი. დააკვირდით, ესე იგი, როდესაც ფრონტის ხაზია საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ გავრცელებული ინფორმაციებით პრაქტიკულად ირღვევა სამხედრო ხასიათის საიდუმლოების რეჟიმი. და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ტიპის საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ამით ზიანდება ქვეყნის არა მარტო სამხედრო, არამედ სამხედრო პოლიტიკური და სხვა ტიპის ინტერესები. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთში მიღებული გადაწყვეტილება ეს არის ფაქტობრივ მდგომარეობაზე არსებულ რეალურ ოპერატიულ ვითარებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება. ზოგადად თუ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ქონდეს ამის საშუალება და ვფიქრობ, რომ ჩვენც რომ ამის საშუალება გქონოდა, შესაძლებელი იყო, რომ ზოგადად ის 4 მცდელობა გადატრიალებისა შესაძლებელია სახეზეც არ გქონოდა, ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ მივახციეთ და თუ დამავიწყება, თუ ამ მომენტს შემახსენებ, მე აუცილებლად მინდა რომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში გამოვიხილო ეს მომენტი, რომ რატომ პრინციპით ჩვენ გავიაროთ ეს შეკითხვა. ასე რომ უნდა ჩავთვალოთ აუცილებლად, რომ პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული ქმედება განახორციელა კონცადაზვერო უზრუნველყოფის ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ჩვენგან განსხვავებით რუსეთის ფედერაციას გააჩნია სათანადო ტექნოლოგიები, შესაძლებელი არ ქონდა, მაგრამ ეხლა მიღებული გადაწყვეტილება იმაზეც მიანიშნებს, რომ საკომუნიკაციო არხების გარეშე ზოგადად დაშიფრული საკომუნიკაციო არხების გარეშე საბრძოლო მოქმედებების მოგება პრაქტიკულად წარმოუდგენელია და როგორც ეთყობა, ეხლა არსებობს გარკვეული ტექნოლოგია, რომელსაც უკვე რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს. აი ნახეთ, ის მნიშვნელოვანი ჩავარდნები, რომელიც იყო არა მარტო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არამედ უკრაინაში, თვითონ უკრაინის მხრიდან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აი ამ შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხით მაინც უნდა ვისაუბროთ, რომ არსებობდა კონტრსადაზვერო ზომები, ტექნიკური საშუალებები, მათ შორის კოსმოსური დაზვერვა, რომლის მეშვეობითაც იშიფრებოდა კონკრეტული სახელმწიფოს გეგმები და ზრახები, მათ შორის სხვადასხვა შეიარაღების გადმოტანის თვალსაზრისით და ჩვენ ვიცით, რომ უკვე იაწყაროებში გაჩნდა მნიშვნელოვანი მასალები, სადაც ჩანს, რომ მაღალი ინტელექტის მქონე, მათ შორის სადაზვერო და სამხედრო ოფიცრების ლიკვიდაციაც კი განხორციელდა შესაბამისი ოპერაციებით უცხო ქვეყნების ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ვაუბრობ რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგადად არ ჩვენ არ გვაწყენდა გარკვეული
კონძომების მიღება, იმიტომ რომ ახლა გადავალ ალბათ საქართველოზე. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულისათვის ესეთი ქსელების მოქმედება არის ერთ-ერთი ხელსაყრელი პირობა. ტერორიზმი, ექსტრემიზმი, დეზინფორმაცია, მათ შორის სადაზვერვო გადაბირება და არა მარტო სადაზვერვო გადაბირება, ტერორისტული ორგანიზაციების და კრიმინალური სამყაროს მიერ პირთა გადაბირება, ინფორმაციული უზრუნველყოფა, რაც სხვადასხვა მასშტაბური კრიმინალის ჩადენის უზრუნველყოფას უწყობს ხელს, ნარკობიზნესი, რომელიც ნარკოტიკები, ხო. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა და ნახეთ, ჩვენ და სამწუხაროდ მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვისმენ იმ ინფორმაციას. ალბათ მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს და სპეცსამსახურებს იდენტიფიცირებული აქვს ეს საფრთხე, მაგრამ ალბათ მოვიკოჩლებთ იმაში, რომ ჩვენ არა გვაქვს შეზღუდის შესაძლებლობა ზოგადად იმ ქსელებზე, რომელთაც პრაქტიკულად ეს მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი ქმედებები ხდება. დააკვირდით სირიაში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც იქ საუბრძოლო მოქმედებები მიდიოდა, გადაბირებები პირდაპირ ხორციელდებოდა ინტერნეტის მეშვეობით, მათ შორის საქართველოში და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ახლა აღარ მინდა კონკრეტულ პირებზე საუბარი, მაგრამ გადაბირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სადაზვერვო დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც საბოლოო ჯამში ლიდერადაც კი მოევლინა სირიის კონფლიქტში, იმ სივრცეს, სადაც მან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ ეს სირიის კონფლიქტში? თუ რა? დიახ. ჩვენ გვაქვს ახლა არც ამ ტერიტორიას არ შევეხები, მაგრამ გვაქვს რელიგიური თავსებადობით გამორჩეული ტერიტორია და ზოგადად ტერორისტული ორგანიზების ფარგლებში მოხდა სწორედ რელიგიური ნიშნით პირის გადაბირება. აი ნახეთ, ეს არის საკმაოდ უკვე მე არ ვიცი ახლა ზუსტად რამდენი წელი გავიდა, მაგრამ აი თვითონ კომპლექტაციის პროცესში ნახეთ რამდენად პრობლემები გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ არა გვაქვს სისტემა, პრევენციული სისტემა, რომ ჩვენს უწყებებში თავდაცვის სამინისტრო არ არის ჩვეულებრივი უწყება და მithumetes სადაზვერვო მიმართულებით მოქმედი ბატალიონი, როდესაც იქ ადამიანები დაკომპლექტებ, ესე იგი არ თვლი შენ ზოგადად იმ საფრთხეებს, რაც შესაძლებელია რელიგიურ და ეთნიკურ კუთხით სხვადასხვა გამოვლენებს ემსახურებოდეს, რომელიც შეიძლება ჩვენ სახელმწიფოს უარყოფითად დაუბრუნდეს. ამიტომ ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩვენ მიმართულებით, ესე იგი ვერ ვზღუდავთ, ესე გამოდის. ამიტომ სისტემატიური ბრძოლა არის სოციალური ქსელების მეშვეობით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომლის ობიექტი არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება და ზოგადად საზოგადოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე ტიპის შეთანხმება საზოგადოებას შორის მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა და იმ დონის პროვოკაციები და იმ დონის დეზინფორმაციული ნაკადები მოედინება საქართველოში, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობაც და სხვადასხვა თაობებიც აქციეს კიდევაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ დესტრუქციულ ძალად, ისე რომ მათ უმრავლესობას ეს გათვითცნობიერებული არ აქვს, იმიტომ რომ ეს იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად უაზრო დაუცაბუთებელი უცხო ქვეყნების სადაზვერვო პროპაგანდას დაქვემდებარებული სალექციო კურსები და პროფესურა პრაქტიკულად ამზადებდა ნიადაგს პოლიტიკური დესტაბილიზაციის კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში და ჩვენ ყველა ეს შედეგი სახეზე გვაქვს. აი ხა რაც შეეხება ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად კონტროლირებადი არ იყო მაინც ეს სივრცეები და არაკონტროლირებად სივრცეებში, რომელიც სივრცეც არ უნდა იყოს, ყოველთვის გვექნება ესეთი უარყოფითი შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებამ აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რა ქვია, ნარკობიზნესთან დაკავშირებით, კატასტროფული შედეგი. სოციალური ქსელები ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწყვლად სივრცეს წარმოადგენს და ყველაზე ცუდს გეტყვით, რომ ჩვენ და სამწუხაროდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები პრაქტიკულად წარმოადგენენ დიდ ორგანიზებულ ჯგუფს ნარკო ბიზნესში და ვფიქრობ, რომ ზოგადად უცხოელებთან დაკავშირებით მაინც ისრაელის მოდელზე უნდა გადავიდეს საქართველოს სასაზღვრო სისტემა, რომ ესე მარტივად არ უნდა მოხდეს, თქვათ, ისეთი ადამიანების შემოსვლა, რომელსაც თქვათ ოთახის საბინადრო სივრცეში სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებს ქმნიან, შემდეგ ქსელებს აყალიბებენ
მე მაინც ვფიქრობ, რომ მიღებული პრაქტიკაა, ხელისუფლება ამაზე რა თქმა უნდა არ საუბრობს და ვფიქრობ, ალბათ არ უნდა ისაუბროს, მაგრამ მე ესე ვფიქრობ, რომ უცხოელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვრის გამოყენებით ამ ნარკოტიკების გადმოტანას ახდენს, ბოდიში მოუთხო საზოგადოებას, მაგრამ ეს მიღებული პრაქტიკაა ტანის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ცოტა როგორც ეთყობა ჩვენ არ ვიცი ხა რამდენად არის ამის ტექნიკური შესაძლებლობა ჩვენთან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან კი არა, მე მგონი ბევრ სახელმწიფოში არ არის და ამიტომ ესე არის გაზრდილი, თქვათ, ის ნარკო ბიზნესის მასშტაბი, რასაც საქართველოს ხვდებით. კატასტროფა დააკვირდით, აი ხა მარტო გუშინ წინ ინფორმაცია დაიდო 98 ადამიანი იყო დაკავებული. ნუ ეს არის ზღვაში წვეთი, მინდა გითხრათ, ჩემ და სამწუხაროდ, როდესაც მე ხშირად გადავადგილდები ფეხით და ვაკვირდები სიტუაციას, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს თვითონ მომხმარებლების თვალსაზრისით, როგორც მამრობითი, ისე დედრობითი სქესის და ასაკობრივ ხეობაში სხვა პრაქტიკულად ყველაფერი არის წარმოქმნილი და გულს მიკლავს ის, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდები არიან სხვადასხვა პროგრამებში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ესე იგი გვაქვს კატასტროფული შედეგი და ეხლა უნდა აუცილებლად შედეგზე ვისაუბროთ. ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის არც შრომისუნარიანი, არ არის არც ბრძოლისუნარიანი. ამაში მეთანხმებით, ხო ესე? მე ახლა ვსვამ ესეთ შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მინდა მივმართო და მე ზოგადად ერთხელ ერთ-ერთ მასმედიაში ვქვი და მე არასოდეს არ ვარ არც ერთი ხელისუფლების მეგობარი. მე ვარ ჩემი სახელმწიფოს მეგობარი და ყველა ხელისუფლება, ვინც ემეგობრება ჩემ სახელმწიფოს, მეც მისი მეგობარია. მე ვთვლი, რომ გარკვეული შეცდომებისა და ეს შემდეგ რომელიც მმართველობას ყოველთვის მოსდევს, მე გამოხატავ ყოველ შემთხვევაში დობით ვარ ამ წუთში აღჭურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მინდა გავაკეთო ესეთი განცხადება, რა. კორუფცია, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ უნდა ვებრძოლოთ, ამის მასშტაბები რაც შეიძლება უფრო უნდა გაფართოვდეს, რომ აქ მინიმუმამდე დავიდეს კორუფციის რისკები ქვეყანაში, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ დონის განვითარება ნარკობიზნესისა უკავშირდება სპეცსამსახურებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა კიდე მიმართულებებზე გარკვეულ ლობებს. ლობირების სისტემის გარეშე ამ დონის მასშტაბი არ უნდა ყოფილიყო. ესე არ ხდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი რა არის ოპერატიული, აგენტურული ოპერატიული საქმიანობა და რომ ესე მარტივად ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი, ამას ეხლა ვერავინ ვერ დამარცხუნებს და საზოგადოებას მე ვართუნებ, ესე არ ხდება. ესე იგი ჩვენ პრაქტიკულად მე ახლა ვეწლებს ვერ დავთვლი, მაგრამ ამ ციკლიდან ამოვარდნილი ვიყავით და ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობდა ლობირების ჯგუფი. მე მგონი, რომ თლად კარგად სიტუაცია დღეს არ აქვს ჩვენ საკლუბო ნარკოტიკთან დაკავშირებითაც გამოსორებული და დააკვირდით რამდენი სიკვდილიანობის შემთხვევა იყო და იქაც ის რა პრობლემა იყო ზოგადად, რომ საერთოდ დაეხურათ ეს რა ქვია სივრცეები, რომ თავიდან აგვერიდებინა ის სვერპლი, რაც მოხდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლობ ჯგუფები ჩაბუდებული არიან როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ესეთი დონის მასშტაბები სახელმწიფოს არ უნდა გქონდეს. მათ შორის შეცდომად ვთვლი, ზოგადად ნახეთ ჩვენ ორ ძირითად ცენზე ვსაუბრობთ ახლა კორუფციაზე და ნარკობიზნესზე. დააკვირდით ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელთაც ლიბერალური გავხადეთ და მუდმივად ამას ვიხდით ამ 35 წლის განმავლობაში, რომ ლიბერალური გავხადოთ ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ კანონმდებლობა. ეს არის კატასტროფა, ეს იყო გაუთვლელი მეცნიერულად და ოპერატიულ მეცნიერულად დაუსაბუთებელი და ოპერატიულ ვითარებასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება. მე არ ვიცი ეს ვინ და რატომ და როგორ გააკეთა, მაგრამ შედეგი გვაქვს სახეზე. როდესაც ამ დონის კორუფციაზე ვსაუბრობთ, ესე იგი აუცილებლად აქ არის გარკვეული ლობირება მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. იგივე ლიბერალური კანონმდებლობა ნარკოტიკების მიმართულებით. აი ესე ხდება ყოველთვის, როდესაც ჩვენ მეცნიერულად ოპერატიულ ვითარებასთან არათავსებად გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს ეს მიმართულება. ეხლა რატო ვსაუბრობ მე ესე ღიად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან? მე ვიცი რომ ვსაუბრობ მასთან, ეხლა როდესაც ვსაუბრობ. ის არის მეცნიერი.
მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება უცხო ქვეყნებში არა მარტო ჩვეულებრივი მოგზაურობის, არამედ სწავლის და მას ყველაფერი დანანახი აქვს, რა ხდება იმ უცხო სახელმწიფოებში და მან ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიბინძურები, რაც ევროპულ სახელმწიფოებში ხდება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვიდეს საქართველოში. ჩვენ პრაქტიკულად ვართ ზუსტად იმ კრიტიკულ ზღვარზე, სადაც შესაძლებელია, რომ პროცესები უმართავი გახდეს და პროცესების უმართავობა ზოგადად მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენიტეტს. ამიტომ ჩამოყალიბდით ალბათ, რომ ეხლა სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჭირდება ფარველი სახელმწიფო, სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო, ამ ორიდან ქვეყანამ უნდა აარჩიოს, ზოგადად რომელი გვჭირდება. მე მაინც გეტყვით, რომ როგორც ისტორია აჩვენებს, სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენსა და თქვათ მაღალი განვითარების სახელმწიფოების შორის არ გამოდის და თუ მახსენდება ჩვენ ბავშვობაში გვასწავლეს, რომ დიდ კაცთან, პატარა კაცთან როდის გასვლა მართალია და რაღაც პრინციპი უნდა მოიძებნოს, რომ ისეთი მფარველი მოუძებნოთ, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გაზიარებული. თქვენ თავში ახსენეთ დავით, რომ სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე გსურდათ გადახედვას გულისხმობთ ალბათ, ხო? აი ხელშეკრულებების. რასაც ჩვენ შეუერთდით საქართველოს უამრავ რამე შეუერთდით. აი მე ხა სისტემურად მივყვები, ზოგადად მაინტერესებს ევროკავშირთან დაკავშირებით რამდენად მზად ვიყავით რა და ეხლა ერთ პატარა მომენტს მოგიყვებით. ეხლა უკვე ვამთავრებ მონოგრაფიას, ალბათ რამოდენიმე კვირაში ეს მონოგრაფია გამოვა. ეს არის მონოგრაფია შრომის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების როლი სახელმწიფოს პოლიტიკურ უსაფრთხოებაში და პირდაპირ განვიხილავ ევროკავშირის მოთხოვნებს. რეალურად რომ დავაკვირდეთ, მოთხოვნებში თქვათ შეიძლება ვერ შეედავო ევროკავშირს, მაგრამ მისი მოთხოვნები პრაქტიკულად თავსებადი არ იყო იმ ოპერატიულ ვითარებასთან, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრობთ. დააკვირდით 2005-2007 წლებში რო გაუქმდა შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, ესე იგი სახელმწიფომ კონტროლი დაკარგა პრაქტიკულად ამ მიმართულებით. იმაზე აღარაფერს არ ვსაუბრობ, თუ რა დამაზიანებელი შედეგი მოიტანა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენი ადამიანი დასახიშდა და ზოგადად სახელმწიფო არის და ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ კუთხით ყოველ შემთხვევაში ისინი უნდა დაექვემდებარონ პასუხისმგებლობას მიღებული გადაწყვეტილების გამო. ჩვენ პრაქტიკულად 2019 წლამდე ჰქონდა ვაკუუმის სივრცე, ესე იგი 17 წლიანი სხვაობა. როდესაც შენი კანონი არ მუშაობს და სამსახური არ აქვს, ეს პირდაპირ ასახვას პოვებს სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მეცნიერულად აქ არანაირი წინსვლა არ ქონია და შესაბამისად ეხლა შენ რო მე დამიყენებ ისეთ პირობას, თქვათ, რომელსაც დაუყენებ ისეთ ქვეყანას, რომელშიც პრაქტიკულად უწყვეტობაა შრომის უსაფრთხოების კუთხით, ძალიან ძნელი ამას ჩვენ დავეციოთ. ესეთი მოთხოვნები არის ძალიან ბევრი. და ესეც არათავსებადი იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამწუხაროდ რაც მივიღეთ, ბევრი რამ იქიდან შესაძლებელია. თუმცა კულტურა რაც შემოსატანია და რაც უფრო ცივილიზებულს და განვითარებულს გავხდის, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ტრადიციებს, რწმენას და ეს შემდეგ და ეს შემდეგ, ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცების შემოტანა ჩვენ კვლავ უნდა განვახორციელოთ. ესე იგი აუცილებელი არის ესე შევთანხმდეთ რა ეხლა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვეღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმდენი ცრუმოლოდინი შეგვიქნეს, რომ ჩვენ ყავდა სტრატეგიული პარტნიორი, თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოგვივიდა ეს, არ იყო ეს რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა. ამიტომ ალბათ უნდა გადავიდეთ ფარველი სახელმწიფოს ძებნის პროცესში. სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციები და მან უნდა განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს ესეთი სახელმწიფო. რომ აი ამ კუთხით, თუნდაც ამ კუთხით, რომ ჩვენ სოციალურ ქსელებს ვერ ვიცავთ და პრაქტიკულად ის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დეзинფორმაციის და ყველაფერი უბედურების გავრცელების დედაწყაროდ, რომ ესეთი პრობლემა და კიდე სხვა პრობლემები აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ეხლა ისე უბრუნდები ისევ ამ სივრცეს და ისევ უბრუნდები სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს, რომელიც ჰქონდა ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დააკვირდით, პირველი მნიშვნელოვანი კიბერშეტევები, რაც განხორციელდა, ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელიც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე წყობრიდან გამოიყვანეს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის ომს წინ უსწრებდა ზოგადად მთელი ჩვენი კიბერსივრცის, ესა რა ქვია, წყობრიდან გამოყვანა. ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ აუცილებლად უნდა დამდგარიყო იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა კიბერსივრცის დაცვა და არ მოახდინა მისი დაცვა.
კიდევ ესეთი თავდასხმები ზოგადად არ ხდება გარკვეული სადაზვერვო შეღწევადობის, ესე იგი გადაბირებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციების გარეშე. ამიტომ ესეც ყველაფერი როგორც იყლაპებოდა ხოლმე და იყლაპება, გადაიყლაპა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ახლა დავაკვირდეთ. ანალოგიური საფრთხის წინ დადგა ესტონეთი. მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ჩვენ ხედავთ ძალიან მაღალ განვითარების აი ამ მიმართულებით კიბერუსაფრთხოების კუთხით ძალიან განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდებოდა, რომ არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი. ამიტომ ზოგადად საზოგადოებაში, როდესაც ესეთი ტიპის შრომოლოდინები ვრცელდება, ეს საბოლოო ჯამში მე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის ძალიან დიდ კრიზისს. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა კონკრეტული ინტერესი, მან ამ ინტერესებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგება ნახა საქართველოს ტერიტორიით და დღეს ამ ეტაპზე როგორც უყურებთ, მას არ აქვს იმ დონის ინტერესი, რაც უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პერსპექტივაში შეიძლება არ ჰქონდეს თავის საკუთარი ინტერესები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ რამდენად ვართ დაცული, ამაზედაც გავეცით პასუხი, რა გვჭირდება მიახლოებით, ამაზედაც გავეცით პასუხი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კორუფციის მიმართულებით, ისე ნარკობიზნესის მიმართულებით, მე პირადად და ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო მოაზროვნე ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ცხოვრები საქართველოს მოქალაქეები თუ უკვე საქართველოს მოქალაქეები არა, მაგრამ ქართველები, მე ვფიქრობ, რომ უნდა თანაუგრძნობდნენ ამ ხელისუფლებას. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვდგებით იქ საფრთხის წინაშე, რომელსაც საფრთხის წინაშე დადგა სამწუხაროდ დავით აღმაშენებელი, რომ მას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც სჭირდებოდა ზოგადად საქართველოს გაძლიერებისათვის, მას არ ჰქონდა საკმარისი, როგორც შრომის უნარიანი, ისე ბრძოლის უნარიანი მოსახლეობა. და იძულებული გახდა, რომ ზოგადად შემოყვანილი ყოფილიყო ისა რა ქვია, სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები. მაგრამ ნახეთ, ყველა ქვეყანა შეიძლება დაადგეს ამ საფრთხის წინაშე და მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ვდგევართ. ერთადერთი რაც ვფიქრობ გასათვალისწინებელია, რომ ესეც მეცნიერულ დონეზე უნდა დამუშავდეს, ამაში აქტიურად უნდა იყოს დაზვერვა, კონდაზვერვა, სამეცნიერო სექტორი ჩართული, მათ შორის სრულიად საიდუმლო გრიფით უნდა მიდიოდეს კვლევები, რომ ქვეყანამ თუ ამის საჭიროება დადგება, შეირჩიოს თავსებადი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, რომელთა ჩამოსახლება არ დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აი რამდენად ძენი იყო დავით აღმაშენებელი, რომ მან სწორედ აი ესეთი პრინციპით, ესე რა ქვია, შემოიყვანა ეს ჯგუფი და ის არავინ დაიჯეროს, რომ ის მან ფილტრაცია არ გააკეთა, სანამ შემოიყვანდა და შემდეგ კიდევ მაღალი, თქვათ, კონცადაზვერვო აქტიურობით არ გამოირჩევოდა, რომ რაიმე თუ გამოეპარათ ამ ფილტრაციის პროცესში, რომ იმ ჯგუფებში არ აღმოჩენილიყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებლის მოდელი არის ძალიან მისაღები საქართველოსათვის და ისე მე სტუდენტებს კი ვეუბნები, მაგრამ მინდა რომ საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ დავით აღმაშენებლის პერიოდში საქართველოს ყავდა უნიკალური სპეცსამსახური, როგორც სადაზვერვო მიმართულებით, ისე კონცადაზვერვო მიმართულებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ ამაში ჩვენ სასწავლებელი არ გვაქვს, უბრალოდ ან არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ან არავის არ აინტერესებს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ცოტა განვითარდეთ, უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ისტორია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დავით აღმაშენებლის დროს იყო სპეცსამსახური, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის საწყისი ფაზა და ჩვენ აუცილებლად საწყისი ფაზა უნდა ვეძიოთ უფრო წინა საუკუნეებში, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საჭირო პროპაგანდისათვის არის აუცილებელი. ბატონ დავით, ეს ბოლო 2-3 დღეა მე ვთვლი, რომ საგანგაშო სურათს ვხედავ რუსთაველის გამზირზე. თავიდან დავეჭვი კიდეც ხელოვნური ინტელექტის მიერ ხომ არ არის მეთქი გაკეთებული და ნუ მე მითხრეს, რომ არა, ეს რეალური კადრებია ირანის დროშებით. ხალხი ირანის დროშით იკრიბება, ყოფილი შაჰის ვაჟის ფოტოთი. გარკვეული რაოდენობა ხალხი დგას, იქვე არის ამერიკის დროშა, საქართველოს დროშა, ნუ ამ გაუგებრობაზე კიდე ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აი წარმოიდგინეთ რა ხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტელეგრამით როცა რუსეთში იმართება სიტუაცია, რასაც ებრძვის ახლა ფაქტობრივად რუსული სისტემა.
ესე იგი მესენჯერის ამ სოციალური ქსელის გასაღები ქონდა პავლე დუროვს, რომელიც ცნობილი სიტუაციების გამო საფრანგეთის საპატიმროში ყავდათ 24 საათი და შემდეგ გამოუშვეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არც დაკავება ხდება უბრალოდ და არც გამოშვება. შესაბამისად, დიდი ალბათობა არსებობს, რომ გასაღები არის გადაცემული იქ, სადაც საჭიროა საფრანგეთისთვის. და არ დაგვაუვისდეს, რომ როცა რევოლუცია ხდებოდა ირანში, თავად აიათოლა რომელ ქვეყანაში იყო, შემდეგ საით წავიდა უკვე გაძევებული შახის ოჯახი და მისი შთამომავლები და აი ეს ყველაფერი ეხლა მე რაც თქვია ეს ბოლო ერთი წუთი ხო, ხედავთ რომ საქართველოში თბილისის პარლამენტის წინ დგას ხალხი, რომელიც დგას ირანის დროშით. ეხლა მე მაინტერესებს ერთი რამ. ეს ხო ეხლა ფაქტია, რომ იქ ვინც დგას, საერთოდ აზრს არ ატანს, რას აკეთებს, მაგრამ ჩვენები რა ფიქრობენ, რას აკეთებენ? ეს ხო შეიძლება, რომ ნაღმი აღმოჩნდეს, რეალური ნაღმი და არა გრძელვადიან პერსპექტივაში, ხვალინდელი ნაღმი იყოს. ესე იგი, პირველ რიგში აი დუროვის დაკავებაზე მინდა გითხრათ და ერთი პრაქტიკული მაგალითი მინდა გითხრათ, ალბათ ერთი მომცემს ჯანმრთელობასაც, შესაძლებლობასაც და მე აუცილებლად ეს მონოგრაფიაც პრაქტიკულად ზათა აქვს და აუცილებლად გამოვუშვებ, ეს არის მტრობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ეს არის როგორც ვიდა ესე გარაძალების მტრობა და ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყავდა ხელისუფლება 18-21 წლებში, რომელთა მაღალი იერარქიაზე მყოფი პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოხრანკის მიერ იყო დაკავებული რუსეთის იმპერიის დროს და იქაც ისეთივე სურათი ჩანს, რომ ყოველგვარი, თქვათ, სასჯელის გარეშე ისინი გამოშვებული იყვნენ გარეთ და მინდა გითხრათ, რომ რუსეთის იმპერია არ იყო ის სახელმწიფო, მით უმეტეს მან იცოდა თუ რას ნიშნავდა პოლიტიკური მიმართულებით დესტაბილიზაციის ინსპირირება და სწორედ ამ მიმართულებით დაკავებულ პირებს ესე მარტივად არ ათავისუფლებდა. ამიტომ თქვენ ძალიან პირდაპირ თქვით ეს ყველაფერი, მაგრამ შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს და არც დაკავება შემთხვევითი და არც მისი გამოშვება. ამიტომ შესაძლებელია რომ დაუშვათ ვარაუდი, რომ გარკვეულწილად ეს მე გამოთქმული მოსაზრება და გავრცელებული მოსაზრება რაც არის სოციალურ ქსელებში, გარკვეულ რეალობას შეეფერება და ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციამ მოახდინა იმ არხის შეზღუდვა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, ასე რა ქვია, რუსეთის ფედერაციისათვის. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი რა. კიდევ ერთი უნდა სულყო ის, რაზედაც ვისაუბრეთ. ჩვენ და სამწუხაროდ ინტერნეტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საშუალებებიდან მიღებული თუ გადაწოდებული ინფორმაცია უკვალოდ არ იკარგება, არსებობს შესაბამისი პროგრამები და სალექარის პრინციპით ისინი დალექილია კონკრეტულ საჭირო ადგილზე. ამიტომ თუ კი წვდომა მიიღო, თქვა საფრანგეთმა, საფრანგეთის დაზვერვას ექნება ძალიან ეს არ არის მარტო საფრანგეთის სპეცოპერაცია, მე ვფიქრობ, რომ აქ არის კოლექტიური დასავლეთის კოორდინირებული ცვლილებები და მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთი ძალიან მაღალი აგრესიის ქვეშ მოხდება საბოლოო ჯამში, როგორც მოვლენები აჩვენებს და შესაბამისად უკვე ამ კოლექტიურ დასავლეთს ექნება მნიშვნელოვანი წვდომა იმ ინფორმაციებზე, რომელიც სალექარის სახით უკვე დალექილია. ამიტომ რისი თქმა მინდა ჩვენ ისევ საქართველოზე ვსაუბრობთ და რო არ ვთქვათ, არაფრით არ შემიძლია რა, ისევ იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია და ვისაც ჩვენი ბედი აბარია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შორის ჩვენი სპეცსამსახურების, პოლიციური უწყებების, პროკურორების, მოსამართლეების და ყველა უწყების, საფინანსო პოლიციის თანამშრომლების და ეს შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას. სასწრაფოდ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი გარღვევა საქართველოს ისტორიაში, ალბათ დიდი ფინანსური რესურსი დაჭირდება ამას, სხვა გამოსავალი არ არის, რომ ჩვეულებრივი მობილური კავშირის საშუალებები და სოციალური ქსელები და სხვადასხვა ტიპის ქსელები არ გამოიყენებოდეს ინფორმაციის გაცვლისათვის. იმიტომ რომ ცალ-ცალკე ინფორმაცია შესაძლებელია ღირებული არ იყოს, მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია ერთად თავმოყრილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციულ ნადავლს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის. მე ვფიქრობ ამასთან ერთად, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა ამაზე ხელისუფლებამ აუცილებლად ეს უნდა გაანალიზოს,
რომ რა არ შეიძლება რომ ყველა ტიპის ინფორმაცია დღის სინათლეზე გამოიტანოს, უცხოელები მაქსიმალურად ერიდებიან ახალი ტიპის ინფორმაციების გამოტანას, სტატისტიკური ინფორმაციებისაც, რამე თუ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად ხდება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ისე სამხედრო, ისე სამეცნიერო ტექნიკური თუ სხვა მიმართულებით უსაფრთხოების სეგმენტებზე არსებული ვითარების შესწავლის ხელშეწყობა. ესეც მნიშვნელოვანია და თუ გავითვალისწინებთ ამას, ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი, რაც უფრო შეიზღუდება ინფორმაციები უცხო ქვეყნებისათვის, ნებისმიერი ქვეყნისაც უნდა შეიზღუდოს ის, რაც შესაძლოა, ვფიქრობ, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მყარი იქნება. კარგით, ეხლა ზოგადად ამაზე შევთანხმდით, რომ შემთხვევით დაკავებები არ არის და ნახეთ, ესეც ერთ-ერთი მიმართულება არის. დააკვირდით, მე არ ვიცი პირველ წყარო ვინ არის, რომ დუროვი დააკავეს, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით მისი დაკავების გაჟღერება საფრანგეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა. ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელია აქაც თქვათ რუსეთის დაზვერვის ინფორმაციის ნაკად ხდებოდეთ ჩვენ. ამიტომ ესეც საკონტროლებელია. ნახეთ, უცხო ქვეყნებში დაკავებული ჩვენი მოქალაქეებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი იქ პრაქტიკულად დაუცველები არიან და შესაძლებელია მოხდეს მათი გადაბირება. ეს ეხება ჩვენ სპეცსამსახურებს და ამიტომ ცოტა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველა მოვლენა და პროცესი, რომელიც 1918-21 წლებში ვითარდებოდა, არა მარტო ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, დაბალ დონეებზედაც, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ადუღებდნენ საქართველოში, იყვნენ სწორედ ისეთი პირები, ვინც დაკავებული ყავდა დაინტერესებული სახელმწიფოს სპეცსამსახურებზე, აქ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მარტო რუსეთის ფედერაციას. მაშინ მონაწილეობდა როგორც ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გერმანიის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ასე რომ ჩვენ ძალიან თულ გარემოცვაში ვცხოვრობდით და მაშინაც სრუმოლოდინები შეუქმნეს ხალხს, რომ ჯერ იყო გერმანია მისი სტრატეგიული პარტნიორი და შემდეგ იყო დიდი ბრიტანეთი და არანაირი სტრატეგიული პარტნიორობა იქ არ ყოფილა, ვიცით რომ ერთმანეთს ვადაზე ადრე დატოვა და თავის საჭიროების გამო რა თქმა უნდა წინ არ დააყენებდა ჩვენ საჭიროებას და დიდი ბრიტანეთიც მათ გავწირა ანალოგიურად უნდა იქცა. ამიტომ დღესაც დააკვირდით ბრიტანეთია ერთ-ერთი ძირითადი დომინანტი რეგიონში. Რაღაც გვაქვს უკვე სახელმწიფოს ფსიქოლოგიური პორტრეტი. აი ეს ექსპერტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელია რომ მათი იგივე პრინციპით ყიდვა მოხდეს. ამას რატო ვსაუბრობ? გუშინაც მქონდა ეთერი და იქაც ვთქვი, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა გამოირიცხოს როგორც ანტი-ამერიკული, ანტი-ევროპული, ანტი-რუსული განცხადებები, ამისთვის არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ამისთვის არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამისთვის არსებობენ კერძო პირები. ესენი ან უნდა არსებობდნენ, რომელიც რეალურად პროპაგანდას უზრუნველყოფენ სახელმწიფო ინტერესებისგან გამომდინარე, ან თუ არ არსებობენ, როგორც უცხო ქვეყნები აყალიბებენ ამას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ესე უნდა აყალიბებდეს ამას ხელისუფლებაც. ეხლა რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ, როდესაც ვსაუბრობთ დაზვერვაზე და სადაზვერვო აქტივობებზე, სამართლებრივი ზოგადად ჩარჩოით არ არსებობს. ეს არის იმ დონის დაზვერვა და სამართალი სხვადასხვა რამაა. ეს მორიცხვა არ არსებობს ზოგადად. ჯერ ისედაც დავწუნდით, ჩვენ რო საერთაშორისო სამართალი არ არის, თუნდაც მადუროს მოპარვა და ისე მარტივად გადაყლაპეთ, არაფრად არ აღვიქვით, ჩვენითი ვართ დაზღვეული, ჩვენ ერთდღე ჩვენთანაც შემოვიდნენ და თქვა და ნებისმიერ სახელმწიფოში. ესე იგი, საერთაშორისო სამართალი არის იმათ ხელში, ვინც ყველაზე მეტ საერთაშორისო დანაშაულს ჩადის. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებთ. მე მგონი სწორად ვამბობ, არ ვიცი, ეს სწორად გამომივიდა თუ არა, მაგრამ ხელისუფლება უნდა იყოს წონასწორობის ღერძი და ის უნდა საუბრობდეს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ან ირიბად უნდა იყოს ჩართული პროპაგანდაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს ჩართული პირდაპირ ანტირუსული, ანტიამერიკული, ანტიევროპული განცხადებების გაკეთების იმაში რა ძირითად წინა ხაზზე. ტექნიკურად ძალიან შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს მოდელი თუ არ შემუშავდება, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და გეტყვით ახლა რატო ჩვენ ვართ იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერცეთ მიმართულებაზე ვერ აგვაქვს დალაგებული საერთაშორისო ურთიერთობა. იმიტომ ვერ აგვაქვს, რომ ახლა ინტერესებით როგორც ეთყობა, მე ვიძახი კიდევაც, რომ ძალიან ეჭვი
მეპარება იმაში, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, ისე სხვა მიმართულებებზე სახელმწიფო სამსახურებში აგენტურული აპარატი არ გააჩნია უცხო სახელმწიფოებს, სხვადასხვა უცხო სახელმწიფოებს. ამიტომ ცოტა სიფრთხილით უნდა ვიყვეთ რა. კიდევ ერთხელ დღესაც გავემეორებ, გუშინ თქვი ერთ-ერთი, რომ ხელისუფლება უნდა იყოს განსაკუთრებული სიფრთხილით გამორჩეული, იმიტომ რომ მას აბარია ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ამიტომ ესეთი მოქმედებებისგან ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მოსაზრება. შეიძლება მე ვცდებოდე, ეს უკვე ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, მაგრამ ყველაფერს გვაჩვენებს შედეგები. ახლა მე არასოდეს არ მიყვარს და არასოდეს არ ვიტყვი, რომ მე რაღაც განსაკუთრებულს ვამბობ და სიმართლეს, მაგრამ ჩემს მიერ თქვა ღია წყაროებიდან ხელისუფლებისათვის მიწოდებული ინფორმაციები, რომ დროული რეაგირების საფუძველი ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს თავიდან აიცილებდა იმ კორუფციის მასშტაბებზე და ნარკობიზნესის მასშტაბებზე. სწორედ ამ ტიპის და კიდე სხვა მნიშვნელოვანი ტიპის ინფორმაციების მიწოდებას 10 წელია ღია წყაროებიდან ვეხორცები ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც აღზრულია სისხლის სამართლის საქმე კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. არც ერთმა ხელისუფალმა ამისთვის არ მოიცადა. მივხვდით, ესე იგი, მე იმას კი არ ვიძახი, მაგრამ როდესაც ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანი აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და შენ არ რეაგირებ, მაშინ შენ აგაქვს პრობლემა, მე არა მაქვს პრობლემა. მე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე 20 წელიც რომ მომიწიოს ლოდინი და 5 წელი დარჩათ, ისე მეც ვეღარ დაიციან, იმიტომ რომ მეც ვეღარ გაწელავენ და ჩვენი ამიტომ არის რა, ჩვენთან კანონმდებლობა დასახვეწი არის რა. манипулირების საშუალება არც პროკურორს, არც გამომძიებელს არ უნდა კონდეს, რომ რაც შეიძლება გაწელოს თემება. აი გაწელებმა თემება, ნახეთ რა თემები წამოვიდა. აი რა თემები წამოვიდა, ხო? ორი ძალიან კარგი ჭკვიანი წესიერი ადამიანი, ხა სხვებზე არ ვსაუბრობ, რომელიც თურმე მოკლული ყოფილა, ცოტა სხვა მოტივები იყო, სხვა რაღაცები და ყველაფერი იმალებოდა და უცებ ეს ყველაფერი გამოვარდა დღის სინათლეს. აი ამას რატო უნდა ჭირდებოდეს ან დედის გამოკლული გამოსვლა, ან საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვა, ხო, უნდა დასრულდეს ესეთი რაღაცები. როგორ შეიძლება, რომ ამ პატარა სახელმწიფოში ზედაც ცოტა ვარ დარჩენილი, რომ სამართალი არ აღდგეს. იმიტომ რომ მე გეტყვით, რატომაც აღიობა, იცით? იმიტომ რომ ჩემი ტიპის ადამიანის მიერ მიცემული ჩვენება ეს არ იქნება მხოლოდ ეს იქნება ძალიან მასშტაბური რეაგირების საფუძველი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს რაც დღეს ჩვენ წინაშე ხდება, ესეთ რაღაცებზე რეაგირება თუ არ გვექნება, ხვალდაზე უფრო უარეს რაღაცებს შევხვდებით, ხო? ყველა აღშფოთებული ვართ, ყველას ვტკივა, ყველას გვაქვს ოჯახები, ყველას შვილები გყავს, შვილიშვილები გყავს და როგორ შეიძლება, რომ ესეთი ტიპის თქვათ სიტუაციაზე არ კონდეს უარყოფითი რეაქცია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი პირადი საქმე არ არის სახელმწიფოებრივი თქვათ რაღაც დაინტერესების საფუძველი და საერთოდ აღარ მაინტერესებს ამ მიმართულებით. მე ძირითადად საუბრობ, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, რომ რა ტიპის საფრთხეები არსებობს მის წინაშე და ვინ ქმნის ამ საფრთხეებს. ამაზე დავასრულებ, მე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ. საქართველოს თემაც ამოვწურებ. ბატონ დათო, ეხა ირანს ბრძანეთ. ხო, ეხა რა შეეხება ირანთან დაკავშირებულ თემას? აი მანდ სანამ ირანთან გადავალთ, მე მინდა ერთი რამ მეკითხვა, აი წარმოიდგინეთ, უბრალოდ მე ჩემს გამოხატავ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ირანის მიმართულებით სახელმწიფომ გადადგა, მე ვთვლი, რომ სახელმწიფოსთვის საქართველოს საუცილებელი ნაბიჯები მილიონერული იყვნენ ასეთი სახელმწიფო პირები და იქ დარწმუნებული ვარ კონტექსტიდან გამომდინარე ორ ქვეყნის შორის ურთიერთობას ალაგებდნენ. და აი წარმოიდგინეთ პარალელურად რუსთაველზე იმართება ეს მიტინგები. ხვდებით ხო, აი მე რაზე გეუბნებით. და ჩვენ ამასინად კიდე ვისაუბრეთ ბოლო ეთერში, რომ როცა კობახიძე იყო ჩასული აშხაბადში და პარალელურად კიდე საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ საპირისპირო განცხადებები ტარდებოდა. ხვდებით ხო, აი რაზე მაქვს საუბარი. ეს აღარ უნდა იყოს რა. თუ არ იქნება მონოლითური გუნდი, საერთოდ არაფერი სასიკეთო აღარ ელის ქვეყანას. იმიტომ საუბრობდი იმ შენელებულ ნაღმებზე, რომელიც ეს ერთ წელიწადში არაფერი ხდება. ეს შეიძლება ხვალდაზე გმოხდეს. ეს ჩემი აზრი. ეხლა გადავიდეთ. არა, მინდა რომ ამ მიტინგზეც შევჩერდე. ნახეთ, ზოგადად ნებისმიერი მიტინგის ჩატარება არ ჩატარების საკითხი ყველაფერი არის დამოკიდებული ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ოპერატიულ ვითარებაზე. სახელმწიფო თუ თulis რომ ნებისმიერ
გაითიშა ბატონო დავითი, მაგრამ ეხა შემოვა ისა. ძანეთ. ეხლა რაც შეეხება მიტინგს, სახელმწიფო თვითმფრინავის მონაწილეობას იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ვართ ისეთი პრეცედენტების მომსწრე, რომ ზოგადად საერთაშორისო სამართლის გითხრათ სიმართლე ამჯერა რა ვქნა ეხლა. როგორ უნდა მეჯეროს თუნდაც სულ არაფერი არ ვიცოდი დაზორისა და კონდაზორის იმ ფაქტობრივ მდგომი რაც ჩვენთან ხდებოდა. გააკვირდით მაღალი რანგის მოღვაწეები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები შემოდიოდნენ და პრაქტიკულად პროვოცირებდნენ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში და ჩვენ რეალურად სამართლებრივად ვერ რეაგირებდით ისე როგორც საჭირო არის, ხო? ეხლა კიდე მეორე უბედურება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველოში ესეთი პროტესტის გამოყენების მიცემის უფლება შეიცავს მაღალ რისკს ირანთან გარკვეული დაძაბულობის ინსპირირების. აქედან გამომდინარე, მე როგორც ხელისუფალი, მე როგორც მე გამოდივარ სპეცსამსახურებიდან. მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებს აუცილებლად უნდა ქონდეთ მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამ მოვლენისთან მომდინარე რისკების შესახებ და გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი მიღებული, რომელიც არის ქვეყნის ინტერესების შესაბამისი. ესე იგი, ყველა აი ნებისმიერი საკითხი, ნახეთ, მე რა თქმა უნდა პატივს ადამიანის უფლებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში 200 და 300 ადამიანის უფლება უფრო მნიშვნელოვანი არ შეიძლება იყოს იქ, სადაც არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თუ მე მიზიანდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური დესტრუქცია ქვეყანაში შემომიტანოს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ტიპის დესტრუქციები, მე ამ შემთხვევაში როგორც ხელისუფალი ვალდებული ვარ, რომ არ დაუშვა ამის ჩატარება. და რა გახდა ერთ საკანონმდებლო აქტის მიღება, რომ ქალაქის ცენტრში ზოგადად აიგზალოს ესეთი ტიპის ისა რა ქვია პროტესტის გამოხატვა, თუმცა მე ვიცი რომ რაღაც კანონმდებლობა არის, რომ გარკვეული მეტრის დაშორებით შენობასთან მიახლოებაც არ შეიძლება პროტესტის საერთოდ ლაპარაკია, მაგრამ ამაზედაც მე მგონი არავინ არ რეაგირებს რა. გვაქვს სივრცეები და ვფიქრობ რომ თუ მასშტაბურია მიტინგი აუცილებლად შესაძლებელია რომ გარკვეული სივრცე იქნას ამის გამოყოფილი. ესე იგი რატო არის ეს ახლა აუცილებელი ნახეთ თუ უყურებთ განვლილ მოვლენებს, ხო? და ყველა მოვლენა რაც განვითარდა, პირდაპირ მიმართული იყო დესტრუქციისთვის და ერთ-ერთი მიზანმიმართული ქმედება იყო იმისაც, რომ მოხდარიყო პარლამენტში შეჭრა. როდესაც ჩვენ ეს მაგალითები გააქვთ დადასტურებული ხელისუფლებას და საქართველოს პარლამენტს და სულ ვაკრიტიკებ პარლამენტს, მაგრამ როგორც მტერი არ ვაკრიტიკებ რა. ნუ თუ არ შეიძლება რომ შენ ზიხარ იმ შენობაში, შენ არ გაძლევენ მუშაობის საშუალებას, შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და ეს შემდეგ და ეს. ამაზე მაინც დაჯექი და მიიღე შესაბამისი კანონმდებლობა. ისეთი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. აი ამ კუთხითაც არ მუშაობ. ამიტომ ეს ყველაფერი უბედურება მე ჩვენ გვიბრუნდება. ამიტომ მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ ამ შემთხვევაში არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მე მაინც ვფიქრობ, გახსოვთ ხო ჩვენი ბოლო პოდკასტი? მე ყველაფერი მახსოვს და კიდე ერთ იმას შეგახსენებთ, ნახეთ, ეს არის იმდანაც მოწყვლადი სტრუქტურა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ამ სტრუქტურაში არის უცხო ქვეყნების სადაზვერვო შეღწევადობის ძალიან მაღალი ხარისხი. და ეხლა მე გეტყვით რამოდენიმე ფაქტს. მაშინ როდესაც და ყველამ უნდა იცოდეს ეს ხელისუფლებამაც, არახელისუფლებამაც და სახელმწიფო მოხელემაც და კერძო სექტორმაც და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება შენ იყოს სახელმწიფო მოხელე და შენ გაგაჩნდეს პროგანწყობა. იმიტომ რომ პროგანწყობა ეს არის მიდრეკილება და მაღალი რისკი, რომ შენ ან უკვე ხარ გადაბირებული უცხო ქვეყნის მიერ, ან შესაძლებელია შენ მარტო ისა მალევე გახდე ამ გადაბირების ობიექტი და აქედან გამომდინარე ის პროგანწყობები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში არის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაინტერესების საგანი უნდა გახდეს და ჩვენ და სამწუხაროდ ესე ვიტყვი რა. თუ ჩვენ რეალურ და ობიექტურ შედეგს ვერ ვიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როგორც განათლების სამინისტროდან და არაერთხელ მითქვია და დღესაც გავიმეორებ, რომ არც ერთი შედეგის არ მჯერა მანამ, სანამ განათლების სამინისტრო იარსებებს იმ ფუნქციით, იმ დატვირთვით და იმ ადამიანებით, ვინც წლების განმავლობაში პრაქტიკულად დესტრუქციას ქმნიდა და მიგვიყანა იმ მდგომარეობამდე, რაშიდაც ვართ მისული. აქაც უფლებელია, რომ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ამ სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ. ეხლა ზოგ შეიძლება გაეცინოს, ზოგმა არასერიოზულად ჩათვალოს, მაგრამ იქ სადაც დესტრუქცია ფიქსირდება, ვფიქრობ, რომ
კონკრეტული და მასშტაბური ზომების გადაწყვეტილებაა საჭირო რა. შესაძლებელია ლიკვიდაცია და ახლის ჩამოყალიბება, ოღონდ იქაც საკადრო პოლიტიკა უნდა იყოს დამყარებული პროფესიონალიზმზე, წესიერებაზე და არა პროგანწყობაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სადაზვერო უწყების ხერხემალია პრაქტიკულად, იქ პროგანწყობის ადამიანი იყოს. ახლა მე ძალიან ბევრი ვიცი ესეთი ადამიანები, მონქმედებით, არამონქმედებით საფრქვეშ თუ შეიძლება არიან თუ არ ვიცი სადაც არიან, რომ აშკარად ეთყობათ ისა რა ქვია, პროგანწყობა და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა დაინტერესდეს თანამედროვე კონდაზვერვა თუ იქ ვერ ხერხდება ამის ისა, რომ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი რას აკეთებდა ამ 35 წლის განმავლობაში ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის უნავდნენ და საკუთარ ბიზნესებს აწყობდნენ თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდნენ. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დააკვირდით, რამდენად ძლიერი არის სომხური ლობი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სომხეთის დაზვერვისა და კონდაზვერვის კოორდინირებული ქმედებების და სახელმწიფოს კოორდინირებული ქმედებების გარეშე ლობი ვერ შეიძლება რომ ძლიერი იყოს. ამიტომ ეს მომენტებზე აუცილებლად ყურადღება უნდა გამახვილდეს რა, დესტრუქციაზე ვსაუბრობთ, ხო მეტი ახლა რაღა უნდა მოხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრი როდესაც გაუშვეს, რა გვარი იყო, აღარ მახსოვს, ქალბატონი იყო. ამას მოყვა დემარში. დამავიწყდა გვარი, ხო? პირველი მოადგილე და თელი ისა შტაბი გავიდა. ეს არის საბოტაჟი, აბა რა არის? შენ ვინ ახარ, კაცო, პოლიტიკური პარტია ხარ საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუ შენ ხარ სახელმწიფო მოხელე, რომელსაც გაბარია ქვეყნის ბედი. იმის მაგივრად, რომ საქმე აღძრულიყო და პასუხისმგებლობის საკითხები დამდგარიყო, შემდეგ ეს ადამიანი დესტრუქციის მონაწილე, პირველი მოადგილე ხდება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და უბედურება მესამე კიდე, რომ შემდეგ მას აგზავნიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ პრაქტიკულად კარგავთ ყველანაირად, კარგავთ დროს ოპერატიულ რეაგირებისათვის, რაც მე აუცილებლად არის უბედური შემთხვევის მომტანი. პანჯიგიძე იყო მენის, ხო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი დემარშის მონაწილე. სწორედ იმ პერიოდში იყო, იქ ისა რა ქვია, ჩვენი საელჩო წარმომადგენელი, ისა უფროსწორად ელჩი, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ისა რა ქვია, საქართველოს მხარდაჭერა და სხვადასხვა ტიპის მობილიზება. იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე ერთხელ აუჯანყდა და გამოსწორდა და შემდეგ ისა, მე ვფიქრობ, რომ ესეთი კადრები ზოგადად უწყებაში არ იყოს. ეხლა მე გეტყვით ერთ რაიმეს, რა, ჩემთან დაკავშირებით. მე შესაძლებელია ძალიან ბევრ რაღაცაზე გული მტკივოდეს, მათ შორის ჩემთან მიმართებაში, მაგრამ მე არასოდეს არ შემზიზღებია ჩემი სამსახური და მუნდირის ქვეშ ყოფი ადამიანები და ძალიან დიდი პატივისცემით გამოვირჩევი მათ მიმართ და მე მათ ხვდები აუდიტორიებში, სხვადასხვა მიმართულებაზე, საბაკალავრო, ისა სამაგისტრო პროგრამებზე, ისა რა ქვია, სადოქტორო პროგრამებზე ხელმძღვანელიც ყოფილი ვარ და ალბათ ვიქნები და ყველას მიმართ პატივი არ შეიძლება რომ შენი პირადით განსაზღვრო ქვეყნის ისა რა ქვია, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება და ესეთი ადამიანები თუ ყავს აუცილებლად უნდა მოვიცილოთ. თუ არ მოვიცილებ, უფრო არეს შედეგებს მივიღებ. მე მგონი რომ სანამ ის დიახ, აბსოლუტურად გეთახმებით. და სანამ ის ბატონი ელჩი გახდებოდა, მანამდე 2019-ში კიდე ძალიან საეჭვო ხელშეკრულებას მოვაწერა, იცით თქვენ ეს. რიად ხელშეკრულება არ დგება და რა ვქნა. ხო იცით რომელზე რიადის ხელშეკრულება ეს ზუსტად ტრანზიტზე. და მოკლედ, ბატონ დავით, ეხლა ირანი და მე ორ სიტყვას ვიტყვით, მე თქვენ განავრცეთ, მე თქვენი დროს უფრთხილდები და ამიტომ როგორ რამდენადაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით, ისე გაშალეთ. მე უბრალოდ კითხვას დავსვა. ირანის მოვლენები და არმუზის ყურე და იყო ეს ბოლო 3 დღის განმავლობაში რუსებიც მონაწილეობდნენ იქ მანევრებში და ეს ყურე ჩაიკეტა. როგორც ამბობენ, ჩაიკეტა სულ რამდენიმე საათით და ჩაიკეტა იმიტომ, რომ ესეთი მანევრები მიდიოდა და გაუფრთხილდნენ იქ მოძრავ ტანკერებს, ზუსტად აი ნავთობ ტანკერებს და ეხლა ჩვენ კარგად წარმოგვიდგენია, რომ ირანზე შეტევის დროს რა მოხდება ზუსტად ამ ყურეში და არა მარტო ამ ყურეში, მიმდებარე ზონაში. ეხლა მოდით ერთ რაიმეზე უნდა შევთავაზოთ. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მე არასოდეს ავგზავნებ საზოგადოებაზე და ალბათობის მაღალი ხარისხით მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება და ქვეყანა არის ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში. ამიტომ თუ დავაკვირდებით, ეხლა ცოტა ცუდი შედარებაა, მაგრამ რაღაც ცოტა შეება შტაბ-ეჭდილება, რომ ხელისუფალი, პირველი პირი და ხელისუფალი ხან ერთ კედელს მიეჯახება, ხან მეორე კედელს მიეჯახება, ხან მესამეს და ხან მეოთხე კედელს და საბოლოო ჯამში ვერ ვფიქრობ იმას, რომ თქვათ
ძალიან დიდ შედეგს აღწევდეს მაგალითად საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აი ხა თუნდაც იმ მადუროს გადაცემა ეს გახდა ზოგადად ამერიკული დემოკრატიის და ზოგადად ქვეყნის იმიჯის შელახვის მნიშვნელოვანი საფუძველი. ამას შესაძლებელია ჯერ დრო არ არის, მაგრამ ამას აუცილებლად გაიხსენებენ და მე ვწუხარ, რაც უნდა ვთქვა ეხლა და ჩვენც არა ვართ ისა ამ კუთხიდან ისა ამოსავარდნი ქვეყანა და ყველა ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს და მე ჩემს ასჯავრებს სხვა თავისი იჯავროს, რომ შესაძლებელია რომ სხვა ქვეყნებმაც ანალოგიური გააკეთონ თქვა ჩვენთან მიმართებაში. ამას როცა ვინმე იტყვის და ჩვენ ყოველთვის იმედი გქონდა ამერიკის შეერთებული შტატების რომ იქ მაღალი დემოკრატია იყო, ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად იტყვიან, რომ აი იქ რომ მოხდა, ესე იგი პრაქტიკულად ამ მოქმედებით საფრთხე გაიზარდა. დიახ. მათ შორის ჩვენ ქვეყანას. როგორც გაიზარდა საფრთხე, როდესაც სირიაში და იმაში, რა ქვია, ავღანეთში მოვიდნენ ტერორისტები ხელისუფლებაში. დააკვირდით რა ცუდი პროცესი მოხდა და ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი რომ პოლიტიკური აქტივობა გაგაცდეს სახელმწიფოში, შესაძლებელია იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და კონდეს ტერორისტული ორგანიზაცია და მოხვიდე ხელისუფლებაში. აი მესამე ტიპის ქვეყნებზე, როგორიც ჩვენა ვართ და კიდე სხვა სახელმწიფოები, ესეთი მოდელი შეიძლება ამუშავდეს და სულაც არა ვარ იმ აზრისაგან თავისუფალი, რომ ეს იყო კონტროლებადი მოყვანა ხელისუფლებაში და შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. ამიტომ ესეთ პროცესები კი არ უნდა გაგვიხარდეს. არამედ ამ პროცესებისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით ხელისუფლებაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა სპეცსამსახურებზე. ყველაზე საშინელი ხელისუფალიც რომ მყავდეს, მე მას ვერ გავიმეტებ ისეთი სამარცხვინო მოქმედებისაგან, რაც გაუკეთეს მადუროს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ კარგია თუ ცუდი არის ხელისუფალი, ის არის ჩემი ხელისუფალი. ჩემი არჩეულია თუ არ არის არჩეული, ის მაინც ჩემი ქვეყნის ხელისუფალი იყო და მე ესეთ შეურაცხყოფას როდესაც აყენებენ ქვეყანას მაყენებენ მე შეურაცხყოფას და არ მაქვს ეს განწყობა რა. ამიტომ ადამიანმა ყველაზე მთავარი რაც ეხა უნდა გაითავისოს არის ის, რომ რაღაც პირადი გამორჩენის საფუძველზე თუ პირადი წყენის საფუძველზე არ გახდეს რაღაც ბოროტი არსება, რომელსაც ყველაფერი საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, ოღონდ ყველას მიმართ ილანძღოს, იგინოს და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მე არ ვფიქრობ ისე რომ მარტივი არის დარტყმის განხორციელება ირანზე, რომ ეს მარტივი იყოს, აქ შემთხვევაში კაი დიდი ხნის წინათ განხორციელდებოდა ეს დარტყმა. ჩვენ ნახეთ გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა ირანში და სახელმწიფომ ის ყოველ შემთხვევაში მისი ნეიტრალიზაცია შეძლო მარტივად, ვერ ვიტყვი რომ რთულად. და ამ ფონზე მიდიოდა ძალიან მასშტაბური დეзинფორმაციული ნაკადები, რაც ყოველთვის წინ უსწრებს ისეთი ტიპის აქტიურ მოქმედებას, რომელიც ზუსტად ახასიათებს სპეცსამსახურების დანაყოფების შეჭრას უცხო სახელმწიფოებში, ან ლიკვიდაციას ხელისუფლების პირის, ან მის თქვათ მოპარვასა და ქვეყნიდან გამოყვანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პირველი მცდელობა რაც იყო ყოველ შემთხვევაში ნეიტრალიზებულია, ჩვენ მანამდე ვნახეთ მოშინჯვა რაღაც სიტუაციის და პრაქტიკულად ეს იყო კონტროლირებადი თავდასხმა ირანზე და ნახეთ იქაც რომ ეს ყველაფერი შეიკვეცა და არ ვფიქრობ ეხლა თუნდაც ამ სრუტესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართალია რომ ზოგადად სრუტე არ არის მარტო არც ირანის კონტროლის ქვეშ, იქ არის საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლიც არის და ზოგადად ამ სივრცეზე, თქვა ამ სივრცის ჩაკეტვა ეს არ არის და იქ საბრძოლო მოქმედებების გამართვაც თუნდაც არ არის ხელსაყრელი არავისთვის, იმიტომ ეს კიდევ უფრო გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს მსოფლიოს მიმართულებით და მათ შორის განსაკუთრებულად შეიძლება საერთოდ ჩამოშალოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა. ამიტომ რომ ვიცით რომ რას უკავშირდება ეს სრუტე და რა თვითების გადაადგილებისთვის არის ის ძირითადად გამოყენებული. ამიტომ მე არ ვიცი ეხლა თუ ზოგადად არსებობს ორი მოვლენა. ერთი, როდესაც ეყნობი ობიექტურ რეალობას და არ ახორციელებ ისეთ ქმედებას, რომელიც დაგაზიანებს, ან არის ზოგადად არ გაზიარება ობიექტური რეალობის და ამ შემთხვევაში ცოტა უკვე იქ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ხელისუფალს და რაღაც სისულელეს აკეთებს. აი ნახეთ ირანთან დაკავშირებული დარტყმა, რაც განხორციელდა ხა მე შეშავარ იმ ადრესთან და ისრაელს დამოუკიდებლად ეს გაეკეთებია რა. ვფიქრობ რომ აქაც გარკვეული, ამიტომ ზოგადად მაინც ობიექტურ რეალობაში მცხოვრები და ობიექტურ რეალობის აღქმელი ხელისუფლებები ყოველთვის ჯობია რომ იყოს ხელისუფლებაში, ეს იქნება ჩვენი ტიპის ქვეყანაში თუ
მაღალი განვითარების ქვეყანაში ეს სულერთია მთავარია რომ ეს პრინციპი იყოს დაცული. ამიტომ ზოგადად ისეთი გადანაწილება ამ სრუტეში რომ ყველა შეუძლია აბსოლუტურად რომ სრუტე ჩაკეტოს რა. მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება, აქ არის მთავარი აქცენტი. კიდევ თუ ესა რა ქვია მოხდება თქვათ აი ის ყველაზე ცუდი რაზეც ჩვენ საუბრობთ, თუნდაც ამ სრუტის დაკეტვა, მე ვფიქრობ რომ მაშინ ცოტა ძალიან ცუდ ეკონომიკურ კრიზისთან გვექნება საქმე, რომელიც რა თქმა უნდა ნაწილობრივ იმოქმედებს საქართველოსაც. აი ზუსტად. საქართველოს ვერაულის ამას რა ქვია გვერდს, ამიტომ ვფიქრობ რომ ამიტომ არის ზოგადად მიღებული პრაქტიკაა რომ ქვეყანას მიუხედავად იმისა რომ აქვს თუ არა ფინანსური შესაძლებლობები, უნდა კონდეს აუცილებლად პოლიტიკა, რომ ყველა სცენაზე, თეატრალურ სცენაზე, საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებლად უნდა კონდეს იქ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციული ნაკადები, რამე თუ მათ შესაძლებელია კონდეთ ან პირდაპირ ან ირიბი ზეგავლენა ქვეყანაზე და ესეთ პროცესებზე, როდესაც ასეთი პროცესები კონტროლი შეუძლია ქვეყანას, მას შეუძლია ან სატელიტი ქვეყნის ან სხვა სტატუსით მიემხროს ამ თუ იმ ბლოკს და მიიღოს გარკვეული მნიშვნელოვანი სარგებლობა. ეხლა ჯერჯერობით ჩვენ ამისგან შორსა ვართ, მაგრამ თავარი ამოცანა რაც ჩვენ წინაშე დგას, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ის არ მოხდეს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ორჯერ მოხდა და მე ნამდვილად აბსოლუტურად ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამაში შრომა ჩადო და ვინც ამ მიმართულებით იმოღვაწევა და ვფიქრობ, რომ თუ ამას ჩვენ გავიტანთ, ვფიქრობ, რომ მე შესაძლებელია რომ ძალიან ბევრ სიკეთეზე ვისაუბროთ. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და მე ყოველთვის ვთვლი თქვენთან საუბარს მნიშვნელოვანს და მე ვიცი რომ ჩვენ აუდიტორია გვყავს და თქვენს აზრს უსმენენ და იმედს ვიტოვებ რომ იზიარებენ კიდეც და მორიგჯერზე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. წარმატებებს გისურვებთ და დროებით. მადლობა მინდა თქვენს მოგიხადოთ და ერთი ესეთი სურვილი მაქვს მე სოციალურ ქსელებს ვაკვირდები და მათ შორის უცხო სახელმწიფოებიდანაც ძალიან ცუდი რაღაცები ხდება და მაინც მე ესე ვფიქრობ რა ჩვენ ქვეყნის შიგნით თუ ჩვენ ქვეყნის გარეთ მოქალაქეები ვართ თუ არა ვართ ჩვენ მაინც ქართველები ვართ და ჩვენ რაღაცა ერთმანეთთან მაინც გვაკავშირებს რა და მაინც ყველას მოუწოდებ რომ სიკეთის რეჟიმში ერთმანეთს ვესაუბროთ და გამოვიწყოთ ის ლანძღვაგინება ის შეურაცხყოფა და კიდე სხვა ქმედებები, რომელიც არანაირად ჩვენ კულტურას, ზნეობას, ოჯახშვილობას არ შეეფერება და ჩვენ ისტორიას და მე აბსოლუტურად თქვენს მიმართად დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოვხატავ და ყველა ემიგრანტის წინაშე, ვინც ემიგრაციაშია. მიუხედავად იმისა, რა შეხედულებები აქვთ, ვის მხარეს არიან, როგორ არიან, მთავარი არის, რომ ისინი იყვნენ საქართველოს მხარეთ. შეცდომებისგან არავინ არ არის გამორიცხული არც მე და მინდა რომ ჩვენ სიყვარულში და ურთიერთ პატივისცემაში ვიცხოვროთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით და წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერად. თქვენს ბედნიერად.